მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Dental House-ის პოდკასტს. Dental House-ი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უკვე 20 წელია თქვენი და თქვენი ოჯახის სტომატოლოგიური სახლია. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე და შევეხებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც მშობლებს აინტერესებთ. ჩვენი პოდკასტის დღევანდელი სტუმრები არიან კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტები დია ბეკოშვილი და ნინი გელაძე. მე კი მისი წამყვანი, კლინიკის ხელმძღვანელი, თერაპევტ პაროდონტოლოგი ფიქრია კაკაურძე გახლავართ. ნინი, პირველი კითხვით მინდა მოგმართო, როდის ვიწყებთ ბავშვის პირისხმის ჯანმრთელობაზე ზრუნვას? საინტერესო კითხვა. ბავშვის პირისხმის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ვიწყებთ პირველი კბილის ამოჭრისთანავე, თუმცა ეს პროცესი იწყება ბევრად ადრე, ორსულობის პერიოდიდან, რადგან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხდება სარძევი კბილების ჩანასახების ჩამოყალიბება და სწორედ აქ იწყება დედის ორგანოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რამდენად ძლიერი და ჯანმრთელი იქნება ბავშვის კბილები მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში დედის პირისხმის მდგომარეობა, რადგან პირისღრუში არსებული კარიესული პროცესები და ასევე ღრძილების ანთება, ეს არის ინფექციების წყარო, რომელიც შესაძლებელია გადაეცეს ბავშვს ყოველდღიური კონტაქტის დროს. ასევე გასათვალისწინებელია დედის კვების რაციონი ორსულობის პერიოდში, რადგან დედის ნორმალური კვება, ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი ეს უზრუნველყოფს შემდგომში ბავშვის კბილების ნორმალურ განვითარებასა და ჩამოყალიბებას. ასე რომ ორსულობის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანია დედის გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგთან, რადგან ეს განაპირობებს მომავალში ბავშვის სწორ და ჯანმრთელ კბილების ჩამოყალიბებას. ტოქსიკოზიც ძალიან მნიშვნელოვანია. ტოქსიკოზიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირი ტოქსიკოზის დროს და ღებინების შემთხვევაში პაციენტს აწუხებს მჟავიანობა კუჭისწვენიდან გამომდინარე და როგორც ვიცით, მჟავი გარემო იწვევს მინაქრის დაზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ეს ზრდის კარიესის განვითარების რისკს. ამიტომ სასურველია, რომ ვიაროთ სტომატოლოგთან ორსულობის პერიოდში, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარი კბილების და პირისყრის ჯანმრთელობაზე, არამედ მომავალი ბავშვის პირისყრის ჯანმრთელობაზეც. და რა ხდება, როდესაც ბავშვის კბილები ამოიჭრება? როგორც ვიცით, კბილების ამოჭრის პროცესი ეს არის ინდივიდუალური და ყველა პაციენტს სხვადასხვა ასაკში ამოიჭრება. ჩემ შულს მაგალითად 1 წლისას ამოიჭრა, ნინი შენ შულს? 6 თვის იყო პირველი ქსილი, როდესაც ანუ გამოჩინა. ყველაფერი არის ინდივიდუალური. და დია, როგორ უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება პირველი დროებითი კბილის ამოჭრიდან პაციენტს? მოგესალმებით. ნამდვილად სწორი კითხვა დასვით ფიქრია. ზოგადად ნორმა არის ის, რომ პირველი საჭრელი კბილი ამოიჭრება დაახლოებით 6-8 თვის ასაკში. ხოლო სულ ბოლო კბილი ამოიჭრება დაახლოებით 25-30 თვის ასაკში, მაგრამ ეს სულად იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა ბავშვს უნდა ამოეჭრას კბილები 6-8 თვის ასაკში. ეს არ არის ნორმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და ყველა ბავშვს ამოეჭრება. არის მთელი რიგი შემთხვევები, თქვათ, როდესაც ბავშვს კბილი ამოეჭრება ადრეულად, ანუ 6 თვემდე, ან კიდევ მაგალითად მოგვიანებით, ანუ 8 თვის შემდგომ, მაგრამ ეს ცალსახად არ არის ღელვის და აგრეთვე შფოთვის მიზეზი და საბაბი. დავამშვიდო მინდა მშობლები დიახ ამით. დიახ, ბავშვის პირისყრუზე ზრუნვა იწყება, როგორც კი მშობელი შენიშნავს, რომ ამოიჭრება პირველი სარძევე კბილი. და ეს არის პირველი ქვედა ორი პატარა საჭრელი კბილი. დიახ, მშობელთა უმრავლესობა რატომღაც თვლის, რომ ბავშვს სულ პირისყრუში აქვს 1 ან 2 კბილი და მას არ სჭირდება სათანადო ზრუნვა და მოვლა. მე როგორც ბავშვთა სტომატოლოგი ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ დიახ, ბავშვის პირისყრუზე ზრუნვა იწყება გარდა ორსულობისა, დიახ, როგორც კი ამოიჭრება. უმჯობესია ვთქვათ, თუ მშობელი მექანიკურად დღეში ორჯერ სპეციალური კბილის ჯაგრისების გამოყენებით დაამუშავებს ამ ქვედა ორ კბილს. განსაკუთრებით უმჯობესია ჰიგიენის ჩვევები ასაკთან ერთად. დიახ, სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ პირისყრუს მოვლის სწორი რუტინა უკვე ბავშვს უყალიბდება ადრეული ასაკიდან და უკვე მოზრდილობაში უკვე მას ჩვევად გადაექცევა ეს ყველაფერი. დიახ,
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საღამოს რუტინა. ძილის წინ, დიახ, აუცილებელია მშობელმა გაუსუფთავოს საღამოს ძილის წინ ბავშვს კბილები. როდესაც ჩვევა უკვე რუტინა არის და არა იძლევა, ბავშვი ეჩევა ამას და სურნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე მომავალში. აქვე მნიშვნელოვანია, როდესაც ვიწყებთ კბილის ჯაგრისით გამოყენებას, მშობლებმა კარგად მინდა გაითვალისწინონ, რომ დროებითი კბილების ფტორირებული კბილის პასტის გახეხვა არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე, რადგან ამ დროს ძალიან დიდი რისკია ფტორის რაოდენობის, დიდი რაოდენობის გადაყლაპის. სწორედ ამიტომაც პაციენტებს ყოველთვის ურჩევთ, რომ თუ დავიწყებთ დროებითი კბილის გახეხვას 6-8 თვის ასაკიდან, ყოველთვის იყოს მხოლოდ ჯაგრისით და არ იყოს კბილის პასტით. ხოლო უკვე 3 წლიდან ჩვენ ვიწყებთ ფტორირებული კბილის პასტების გამოყენებას, თუმცა მნიშვნელობა აქვს ფტორის შემცველობას კბილის პასტაში. ამ შემთხვევაში როგორ ხდება შერჩევა ფტორირებული კბილის პასტის და რა რეკომენდაციებს აძლევთ მშობელს? რამდენ ხანში ერთხელ არის სასურველი ვიზიტი, პირველი დროებითი კბილის ამოჭრის შემდეგ სხვა რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა? დიახ, პირველ რიგში როგორც წეღან უკვე ვახსენეთ, აუცილებელი არის მექანიკური დამუშავება მშობლის მხრიდან მოხდეს უშუალოდ ყოველდღე მეთვალყურეობის ქვეშ, დიახ. აგრეთვე აუცილებელი არის ეს იქნება ვთქვათ ბავშვი თუ თქვათ მოზარდი, რომ 6 თვეში ერთხელ დაგეგმოს ექიმთან ვიზიტები პირის ღროს პროფესიული ჰიგიენის შესატარებლად. ამავე დროს მინდა შევეხო ფტორს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაერთი არის ფტორი. პატარა კბილის მინანქარი არის ძალიან სუსტი. და მყიფე და ძალიან მარტივად ზიანდება, ანუ საკვებში არსებული მჟავეების ზემოქმედების შედეგად. ფტორი კი არის ის, რაც ზუსტად იცავს ჩვენი ბავშვების კბილის მინანქარს, დიახ, ავსებს მინერალებისაგან, დიახ, მინანქარს და აუცილებელი არის 6 თვეში ერთხელ ფტორირების პროცედურის ჩატარება. დიახ. ასევე აქ უნდა შევეხოთ მშობლებისთვის ყველაზე საინტერესო რეკომენდაციებს, რა საკვები არის მშობლებმა, რომ გაითვალისწინოს ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის, რა რაოდენობის ხილი, ბოსტნეული, როგორი საკვები, მყარი საკვები უფრო მნიშვნელოვანია თუ ნინი ამაზე რომ ვისაუბროთ. დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ბავშვთა ასაკში კვების ფაქტორი, რადგან როგორც ვიცით, კარიესის განვითარებაში როგორც ჰიგიენას აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, მეორე ადგილი უკავია კვების ფაქტორს. რაციონალური და ბალანსირებული კვება ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის კბილების განვითარებაზე. აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში იყოს ცილები, რძის შემცველი პროდუქტები, ვიტამინები, ბოსტნეული, ხილი, აგრეთვე მყარი კვება, რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად გათვალისწინებით, რადგან პატარა ასაკში პირდაპირ მყარ კვებას ვერ დავიწყებთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვი უნდა მივაჩიოთ ღეჭვით დატვირთვას, მისმა კბილმა უნდა დაიწყონ ღეჭვით ფუნქციაში მონაწილეობა კვაკვილთა სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანია. და რაც დღესდღეობით ძალიან პრობლემაა, წყლის მიღება, რადგან დღესდღეობით თითქოს ამ თაობამ წყალი ჩაანაცვლა გაზიანი სასმენებით და ტკბილის წვენებით და სითხეებით. ეს ყველაფერი იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ასაკთან ერთად სწორად მოხდეს კბილების ჩამოყალიბება, განვითარება და კარიესის პრევენციას შეუწყოთ ხელი. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხშირად იღებს ტკბილს და ტკბილის მიღების ხანგრძლივობა დღის განმავლობაში ძალიან დიდ ხანს ხდება, ძილის წინ იღებს სნექებს, გაზიანი სასმელების და ტკბილის სითხეების გამოყენება და აგრეთვე სწრაფი კვების ობიექტებში იკვებება ბავშვი ხშირად, რაც დამეთანხმებით ყველას უყვარს. შემდეგ ყველას უყვარს და სწრაფი კვების ობიექტებში არის პროდუქტი, რომელიც უკვე მექანიკურად დამუშავებულია და აღარ საჭიროებს ბავშვის პირის ღრუში მექანიკურ დამუშავებას და გულწმაცებას და ესეთი რბილი პროდუქტი გროვდება მისი კბილების ზედაპირზე, წარმოიქმნება ბაქტერიული ნადები და უვითარდება მას კარიესი. კარიესთან ერთად უვითარდება მეორე პრობლემა, ეს არის უკვე ორთოდონტიული პრობლემა, როდესაც მისი კვაკვილთა სისტემა გათიშულია ღეჭვითი ფაქტორიდან და ვაწყდებით ორთოდონტიულ პრობლემებსაც. ამიტომ ნადრევ ასაკში ხდება უკვე ორთოდონტიული დარღვევები. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე მშობლები ვიზიტზე, რომ აუკრძალოთ ბავშვებს ტკბილი
გავაფრთხილებ რომ არა. კბილი რა თქმა უნდა აკრძალული არ არის. შეუძლია ბავშვს მიირთვას, ოღონდ უნდა მოხდეს ამის კონტროლი, რამდენად ხშირად გამოიყენებს და ხშირად მოიხმარს ბავშვი დღის განმავლობაში ტკბილს. რთულია ბავშვს უარი უთხრა ტკბილის მიცემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობლებს მართებთ უფრო მეტი ყურადღება, რადგან საწუწნი კამფეტები ყველაზე დიდხანს ყოფდება პირის ღრუში და ეს იწვევს დამატებით კარიესული პროცესების აქტივაციას, ხო? შეიძლება მივცეთ ხილი ტკბილის ჩანაცვლების თვალსაზრისით ან შოკოლადი, ეს უფრო რადგან პირის ღრუში დაყოვნება, ის ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, მჟავა გარემო სწრაფად გადის პირის ღრუდან და შესაბამისად ვამცირებთ ამ შემთხვევაში კარიესის განვითარების რისკს. და ჩემი რჩევა იქნება მშობლების მიმართ, რომ დავტვირთოთ ბავშვი მყარი კვებით. ვეცადოთ, რომ მისი დაბადების შემდეგ, როდესაც გადავდივართ უკვე კვებაზე, დამატებით კვებაზე, დაბლენდერებული საკვებით დიდხანს არ იკვებოს ბავშვი და ნელ-ნელა ასაკის ზრდასთან ერთად მის კვების რაციონში შევიტანოთ მყარი საკვები, როგორც არის ვაშლი, სტაფილო და ასე შემდეგ, რომ დავეხმაროთ მას ღეჭვითი ფუნქციის ჩამოყალიბებაში, კუნთების სწორად განვითარებაში და არ შეუქმნათ მომავალში ორთოდონტიული პრობლემები. ანუ თვითკვება ზუსტად ეს ის არის, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს პატარ-პატარა დაქუცმაცებულ საკვებს ვაძლევთ, უკვე მათ უყალიბდება კარგად მაკველთა სისტემა. დიახ. სულ საუბრობთ კარიესზე. კარიესი არის ყველაზე გავრცელებული დაავადება ადამიანის მოსახლეო პოპულაციაში და როდესაც საუბრობთ კარიესზე, პირველი რაც გვახსენდება, ეს არის, რომ რა გავაკეთო, რომ კარიესი არ გაუჩნდეს ჩემ შვილს. ყველაზე ხშირი კითხვა ეს არის. და ყველა მშობლის საზრუნავიც ეს არის. მართლაც არსებობს კარიესის თავიდან აცილების საშუალება, ანუ მშობელს შეუძლია, რომ კარიესისგან დაიცვას მისი შვილი, რომ რა უნდა გააკეთოს? დიახ, ფიქრია ნამდვილად ძალიან კარგი შეკითხვა არის, იმიტომ რომ ჩემი მშობლების დაახლოებით 80% მსგავს შეკითხვას მისვამს ხოლმე. ცალსახაც რაც უკვე ჩვენ თქვით, აუცილებელი არის 6 თვეში ერთხელ გეგმიურ ვიზიტებზე ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან, პირის ღრუს კარგი და სწორი ჰიგიენის დაცვა უშუალოდ სახლში და აგრეთვე მინდა აღნიშნო ერთ-ერთი რამ, რომ ზოგადად მუდმივი კბილებს შორის ყველაზე პირველი ამოიჭრება ხოლმე მე-6 კბილები. დაახლოებით ასაკობრივ პერიოდს რაც შეეხება, ეს არის 5 წლინახევრის 6 წლის ასაკში, როცა ბავშვი უკვე სკოლაში მიდის. რატომღაც მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს კბილები არის ისევ სარძები დროებითი კბილები და ამას ბავშვი ძალიან მალე მოიცვლის. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ უკითხავთ, რომ ამ კბილებს არ იცვლის ბავშვი. დიახ, სწორედ იცით როგორ არის, გარდა იმისა, რომ ამ ასაკში ძალიან რთული არის სწორი ჰიგიენის დაცვა, გარდა ამისა, მე-6 კბილებს აქვთ ბუნებრივად ანატომიურად ფისურები, ანუ ღარები. სწორედ ამ ფისურაში ძალიან მარტივად გროვდება საკვები ნარჩენები და ასევე ბაქტერიები, რაც რა თქმა უნდა კარიესის განვითარების წინაპირობა არის. სწორედ ამ ყველაფრის პროფილაქტიკის მიზნით შემოღებული არის ფისურების ჰერმეტიზაცია, ანუ იგივე მათი ჩაბეჭდვა. ეხლა რას ნიშნავს ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა წამოვიდა ამასთან დაკავშირებით. არ იცის, რომ შესაძლებელია სწორედ რომ ფისურების ჰერმეტიზაციით ჩვენ დავიწყოთ კარიესის პრევენცია და ხაზი მინდა გაუსწოროთ, თუ კი მშობლებს სურთ, რომ დაიცვან საკუთარი შვილების მუდმივი კბილები კარიესისგან, ფისურების ჰერმეტიზაცია არის ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში. თუმცა ეს არის ყველაზე ბოლო, რა თქმა უნდა, ეტაპი, როდესაც ჩვენ ჰიგიენას ვიცავთ, სწორკვებას ვიცავთ, ყველა სტომატოლოგთან დავდივართ და 6 თვეში ერთხელ ვიზიტის შემდეგ გაირკვევა, რომ უკვე ჰერმეტიზაციისთვის დრო არის. მაგრამ მაინც რომ შევეხოთ ერთ საკითხს, რომელიც ზოგადად პაციენტებს გონიათ, მშობლებს გონიათ, რომ დროებით კბილებს არ აქვს ნერვით. ეს მაინც მოიცვლის. ალბათ გონიათ, რომ მაინც მოიცვლის, უნდა თუ არა მკურნალობა დროებით კბილს, ესეც ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვაა და როდესაც ბავშვს რეალურად კბილის ტკივილი ეწყება, მხოლოდ მაშინ მოგმართავენ. ეს არის ერთ-ერთი დაშვებული შეცდომათაგანი, ხო? კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი მშობელი ფიქრობს ესე და ჩვენც გვეუბნებიან, ხო, ხო მოიცვლის ამ კბილს, ხო მაინც მოიცვლის და სწორედ აქ იწყება ხოლმე პრობლემა, რადგან უკვე ხდება დაგვიანებული მომართვიანობა და ვიცით, რომ დროებითი კბილები არის ძალიან თხელი, ნაკლებად დაცულია მათი მინაქარი და
კარიესული პროცესები სწრაფად პროგრესირებს, გადადის ღრმა დაზიანებაში, იწვევს ანთებას, ინფექციას და ამ შემთხვევაში ბავშვი უკვე იწყებს კვებაზე თავის არიდებას, ხდება გაღიზიანება და მოქმედებს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ რეკომენდაცია იქნება ძალიან დიდი მშობლების მიმართ, რომ ადრეულ ასაკში მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან, იქამდე სანამ მას დაეწყება ეს ტკივილი. აი, რომელი არის ყველაზე კარგი ასაკი? 3 წელი, 2 წელი? პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია პირველივე კბილის ამოჭრისთანავე და მაქსიმუმ 1 წლის ასაკამდე, პირველ დაბადების დღემდე. და რატომ? ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და მთავარი არ არის მკურნალობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვახორციელებთ დათვალიერებას, დაკვირვებას და მშობელს ვაძლევთ ინდივიდუალურ რჩევებს და რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოუაროს ბავშვის პირის ხროს. შემდგომში უკვე ასაკის ზრდასთან ერთად იცვლება ეს რეკომენდაციები, იცვლება მიდგომები და გადავდივართ ისეთ დამოკიდებულებაზე, როდესაც უკვე ბავშვს უნდა გაუჩნდეს სტომატოლოგის მიმართ ნდობა, სიყვარული და უხაროდეს ჩვენთან მოსვლა. როდესაც ამ ეტაპებს ბავშვი გადის ნაბიჯ-ნაბიჯ, ის აღარ მიდის ტკივილის ეტაპამდე და ბევრად მარტივი ხდება ურთიერთობა ბავშვსა და სტომატოლოგს შორის. ამიტომ სასურველია, რომ პირველი ვიზიტი მოხდეს პირველივე კბილის ამოჭრისთანავე. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ადაპტაციის პროგრამა. შეგიძლია მოგვიყვე რა ხდება ჩვენ კლინიკაში ადაპტაციის პროგრამის თვალსაზრისით, როგორ ვახდენთ პაციენტის შეჩვევას და რა ეტაპებს გადიან. დიახ, ადაპტაცია ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს პაციენტი იქნება დიდი თუ პატარა, ყველა ადამიანისთვის ექიმთან ვიზიტი უკვე თავის მხრივ ასოცირდება გარკვეულ სტრესთან და ღილვასთან, დიახ. და განსაკუთრებით ეს ყველაფერი გამოხატული არის პედიატრიულ სტომატოლოგიაში. და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ვიცით უკვე რომ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბავშვი წარმოიდგინეთ პირველად მიდის უცხო გარემოში, იქ უხდებიან უცხო ადამიანები და არ იცის მას რა ელის. ამიტომაც ადაპტაციის პროგრამა არის ალბათ ყველაზე კარგი რამ, რაც კი ბავშვთა სტომატოლოგიაში შეიძლებოდა ყოფილიყო. პირველი ვიზიტი სასურველი არის, რომ დაკავშირებული არ იყოს ტკივილთან. უმჯობესი არის პრევენციის მიზნით ბავშვი ექიმთან მივიყვანოთ, რომ უბრალოდ გარემოს გაეცნოს ბავშვი. როგორც ბავშვი იცნობს უშუალოდ კლინიკაში ექიმს, ასისტენტს, გარემოს და თავის მხრივ კიდევ ექიმი უთვალიერებს მას პირის თამაში, დიახ, და მშობელს უხსნის თუ როგორ უნდა მოუაროს ბავშვის პირის ღრუს, რომ შემდგომ მას რაიმე გართულება არ მოყვეს. ასევე მე როგორც ბავშვთა სტომატოლოგი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ერთგული პაციენტები არიან ბავშვები. დიახ, თუ მოგეჩვია, დიახ, პირველ რიგში ძალიან ბევრ მშობელს აღნიშნავს, რომ ჩემთან ვიზიტის დროს აი მითხრა, რომ კბილი მტკიოდა და მოსულა ბავშვი და არაფერი არ აწახებს. ყველაზე ძვირფასია ეს დამოკიდებულება და ემოცია. უბრალოდ უნდა მოვიდეს და გახოს, ხო, ჩაგეხუტოს. ეს უკავშირი არის, რის გამოც ნამდვილად ღირს ბავშვთა სტომატოლოგიაში მუშაობა. და აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც პაციენტი ბავშვი კლინიკაში და კაბინეტში შემოვა, მან უნდა იგრძნოს, რომ თავარი არის ის ბავშვი. და შემდგომ უკვე სხვა ყველა უკვე მეორე ხარისხოვანი. ამით რა თქმა უნდა იგი დაინახავს, რომ ჩვენ მას ვუსმენთ, ვზრუნავთ მასზე, ვითვალისწინებთ მის ინტერესებს. თუ არ მოუნდა პირის გაღება, ეს ჩვეულებრივია. პირველი ვიზიტი სულად არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე ვიზიტზე პაციენტმა პირი უნდა გაგვიყოს, მაგასთვის გვჭირდება 2-3 ვიზიტი, ხან? შესაძლებელია მაგალითად ბავშვმა მეორე ვიზიტზეც კი არ გააღოს პირი, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოთმინებით, დიახ, გავითვალისწინოთ ბავშვის აზრი, ამით ჩვენ დავიმსახურებთ მათ ნდობას. დიახ, რაც ალბათ ვფიქრობ, რომ კარგი შედეგის მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. დიახ, და აგრეთვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, იმიტომ რომ თუ კი მან დაკარგა, დიახ, და ბავშვი არ გაპატიებს არც ერთ ტყუილს. ნდობა თუ დაკარგა, ჩავთვალეთ, რომ ჩვენს ყველანაირ ადაპტაციას ფასი ეკარგება ამ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია. და ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რამე, როდესაც ბავშვი მოდის ადაპტაციის პროგრამაზე პირველ ვიზიტზე, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ექიმთან მას არ უნდოდეს მკურნალობის გაგრძელება, ჩატარება და ხშირად ხდება ხოლმე, რომ თქვათ მეორე ექიმი ერთობა მკურნალობის პროცესში და
ჩვენ ეს მეთოდიც ამართლებს საკმაოდ. კი, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ ერთხელ შევეხოთ იმას, რომ პირველ ვიზიტზე თუ ბავშვი პირს არ გვიღებს, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უნდა ვცადოთ, სანამ არ გააღებს. და არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბავშვი ზოგადი ნარკოზისგან, ეს არის ყველაზე ბოლო ნაბიჯი. უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ბავშვი ისტრესება, არ გვიღებს პირს და მის მენტალურ ჯანმრთელობას ზიანი ადგება, ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა უშვებთ ხოლმე ნარკოზზე. ძალიან ხშირად გვინახავს კლინიკაში, რომ პაციენტები მოყავთ 2 წლის ასაკში და უკვე ყველა დროებითი კბილი დაზიანებულია. ამას ჩვენ ბოთლის კარიესს ვეძახით. რა არის ეს ბოთლის კარიესის გამომწვევი ძირითადი მიზეზი? იქნებ მშობლებს აუხსნათ, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ მის შვილებს დროებითი კბილები არ დაუზიანდეთ. დიახ, რა თქმა უნდა, ბოთლის კარიესი, ეს არის ერთ-ერთი აგრესიული ფორმა ბავშვთა კარიესის. და რა იწვევს ამას? გამომწვევი ფაქტორი არის ბოთლით ხშირი ან ღამის დროს ბოთლით დაძინების ჩვევა. რადგან ბოთლში უმეტესად ასღიარზე ტკბილი ჩაი, წვენი ან ფორმულა, რომელსაც იღებს ბავშვი ძილის წინ და შესაბამისად ვიცით, რომ ნერწყვის გამოყოფა ღამე მცირდება, შაქარი დიდხანს ყონდება კბილებზე და ეს ქმნის იდეალურ გარემოს უკვე კარიესის განვითარებისთვის. ამიტომ პროცესი იწყება თავდაპირველად ძალიან ნელა, ბავშვს არ აწუხებს არანაირი ჩივილი არ აღენიშნება, იწყება თეთრი ლაქის სტადიით და პროცესის დაწყებასთან ერთად უკვე ახასიათებს მას პროგრესირება და გენერალიზება. კი, დემინერალიზება ხდება მინანქრის და პროგრესირება ახასიათებს და შემდგომში ვიღებთ საკმაოდ რთულ მდგომარეობას. მშობლებს მინდა ვურჩიო, რომ ეტაპობრივად ამოიღონ ღამე ბოთლით კვება, განსაკუთრებით ისეთი კვება, როდესაც ბოთლში ასღია ტკბილი ჩაი ან წვენი, ღამე მივცეთ ძილის წინ აუცილებლად ტკბილი ჩაი, პირის ღრუს ჰიგიენა აუცილებელია ამ ასაკში და რა თქმა უნდა რეგულარული ვიზიტები ბავშვთა სტომატოლოგთან. რა ხდება, როდესაც დროებითი კბილები ნაადრევად იკარგება? რა პრობლემები შეიძლება ამან გამოიწვიოს? დიახ, ფიქრია ნამდვილად, როგორც წეღან უკვე ვახსენეთ, ჩვენ მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ სარძევე კბილს თუნდაც ნერვიც არ გააჩნია, არ აქვს ნერვი და მას არ სჭირდება მკურნალობა. რაც სალსაღად ასე არ არის. სარძევე კბილი ზოგადად ასრულებს ზუსტად იმავე ფუნქციას, რასაც ასრულებს მუდმივი კბილი. ერთ-ერთი მათგანი არის ღეჭვის ფუნქცია. და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სწორი ღეჭვითი აქტივობა წინაპირობაა იმისა, რომ სწორად ჩამოყალიბდეს შემდგომში უკვე ყბაკბილთა სისტემა. რა თქმა უნდა, როდესაც ნაადრევ ასაკში კარგავს ბავშვი სარძევე კბილს, აქ იწყება უკვე მთელი რიგი პრობლემები პირის ღრუში, ორთოდონტიური. დიახ. პირველი არის ის, რომ პირის ღრუში არსებული დროებითი კბილები გადანაცვლდება თავისუფალი ადგილისკენ. დიახ, და რაც შეეხება მუდმივ კბილებს, მათი ამოჭრა იგვიანებს, ეს ერთი და მეორე. ამოიჭრება არასწორ პოზიციაში, დიახ. და სწორედ აი ამ დროს უკვე მკურნალობის პროცესში ერთვებიან ჩვენი კოლეგები ორთოდონტები. ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს როგორც დროებით, ასევე მუდმივ კბილებს, ხო, ნინი? რა ხდება, როდესაც მუდმივ კბილებიც ამოიჭრება და უკვე თინეიჯერობისკენ ემზადებიან ჩვენი პაციენტები? როდესაც უკვე ბავშვი გადადის თინეიჯერობის ასაკისკენ, იცვლება როგორც თერაპიული მიდგომები, ასევე ორთოდონტიული. და რას მოიცავს ეს? როდესაც ვიყავით ცვლად თანგბულოზე, ჰიგიენა იყო განსხვავებული. ჰიგიენის ტექნიკაც, რა თქმა უნდა. მუდმივი თანგბულის შემთხვევაში იცვლება დამოკიდებულება, პრევენციიდან გადავდივართ უკვე მკურნალობაზე და ვითვალისწინებთ ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობას. ორთოდონტიულ მხრივ გასათვალისწინებელია ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობა, ყბების განვითარება, თანგბულის დარღვევა, რაც უმეტესად ჩამოყალიბებული არის ხოლმე ამ ასაკში. ამიტომ აუცილებლად ერთვება მკურნალობაში ორთოდონტი და ვიწყებთ უკვე თერაპიულ მკურნალობასთან ერთად ორთოდონტიულ მკურნალობასაც, რადგან თინეიჯერობის ასაკში უკვე ბავშვის პირის ღრუ იყოს მოწესრიგებული და მის განვითარება იყოს სწორად ჩამოყალიბებული. ანუ მზადდება ბრეკეტებისთვის თერაპიულად მკურნალობა. თერაპიულად მკურნალობა ხდება ბრეკეტ სისტემისთვის, მომზადებული უნდა იყოს პირის ღრუ სრულად, როგორც ჰიგიენური, ასევე კარიესული კუთხით და უკვე ემზადება ბრეკეტ სისტემის მკურნალობისთვის. რადგან ეს არის საუკეთესო ასაკი ბრეკეტ სისტემით მკურნალობისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე და ბავშვებში ყველაზე ხშირად არის ტრამვები. ეს ერთ-ერთი უსიამოვნო ფაქტორია, რა თქმა უნდა,
და ალბათ ხშირად მოგმართავენ პაციენტები მოტეხილი კბილით და რას გვირჩევ, მშობლებს რას ურჩევ, როდესაც გაუთვალისწინებლად ხდება ბაღში ან სკვერში სადმე ტრავმის მიღება. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებს? ზოგადად პედიატრიულ სტომატოლოგიაში ძალიან ხშირად აღინიშნება ტრავმა. აუცილებელი არის რომ ამოვარდნილი კბილი ან მაგალითად მოტეხილი კბილის ფრაგმენტი მოათავსონ. ნახეთ, არის სამი რამ. პირველი ეს არის რძე, ფიზიოლოგიური ხსნარი ან მაგალითად ნერწყვი. პაციენტის ნერწყვი, დიახ, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო ოპტიმალური ტრავმის შემთხვევაში იქნება პაციენტის ნერწყვი, იმიტომ რომ აი იმ ექსტრემალურ სიტუაციაში რთული იქნება ძალიან რძის ან ფიზიოლოგიური ხსნარის მოძიება. ანუ კონტეინერი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ბავშვს კიდევ ეს არ გადაეყლაპოს და არ მოხდეს კიდევ უარესი პრობლემის შექმნა. კონტეინერში მოვაგროვოთ პაციენტის ნერწყვი ან რძე ან ფიზიოლოგიური ხსნარი. ეს რას აგვარიდებს თავიდან და არის თუ არა შესაძლებელი რომ ეს კბილი მას მიუმაგდეს თავიდან? მშობლებმა რო გაითვალისწინონ. დიახ, ჩვენი მიზანი სწორედ არის ის, რომ თქვა, ანუ ამოვარდნილი კბილის უშუალო ჩასმა მოხდეს, ან მაგალითად მოტეხილი ფრაგმენტის აღდგენა მოხდეს, დაფიქსირება მოხდეს უშუალოდ კბილზე. ძირითადად ტრავმები ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სკვერებში. ამ შემთხვევაში ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა გასუფთავდეს კბილის ზედაპირი ზედმეტი მიკრობებისგან, რადგან ინფიცირების დიდი რისკია და შესაძლოა ორგანიზმმა არ მიიღოს ხო ეს. დიახ, და წეგან მე ვახსენე და ხაზი გავუსვი, რომ დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 1 საათი. დიახ, ამიტომაც იმ კონკრეტულ მომენტში, რომელი კლინიკაც იქნება თქვენთან ახლოს, ყველაზე ახლოს, არა უგვიანეს 1 საათისა უნდა მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას. ტრავმის შემთხვევაში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ თქვენმა შვილმა შემთხვევით სკვერში, სკოლაში ან ბაღში დაიზიანა კბილის ზედაპირი ან მთლიანად კბილი ამოუვარდა ბავშვს, აუცილებლად შემდეგი 1 საათის განმავლობაში უახლოეს კლინიკას მიმართეთ, სტომატოლოგიურ კლინიკას და ეცადეთ გზაში ტრანსპორტირებისას მოხდეს პირის ღრუს სითხეში, კერძოდ ნერწყვში, კონტეინერში მოთავსება კბილის ან ფრაგმენტის, მოტეხილი ფრაგმენტის რძეში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში. მადლობა, ეს ძალიან საინტერესოა ყველა მშობელს. მე 3 შვილი მყავს და 3-დან 3-ვეს ყველა წინა მუდმივი კბილი სამწუხაროდ მოტეხილი აქვს. ტრავმის ფაქტორი გახდა ძმების ჭიდაობა, ჰაუერბორდი, სწრაფი ველოსიპედი და ჩემმა შვილებმა ეს იცოდნენ. წინასწარ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ მუდმივ კბილებს უნდა გაფრთხილებოდნენ და ერთ დღესაც მუშაობ, პაციენტი მყავს და ჩემი უფროსი შვილი მირეკავს, იცი, პირველი მუდმივი კბილი მოიტეხა ჩემო და ეს ნამდვილად ყველა მშობლისთვის ზუსტად ვიცი, ყველა შემთხვევა გამოცდილი მაქვს, ნამდვილად ძალიან დიდი სტრესია და მინდა მშობლებს მიმართო, რომ ამ დროს შესაძლებელია, რომ მუდმივი კბილი ზუსტად მთელი ცხოვრება გაყვეს, ისე რომ უსაფრთხოდ გქონდეთ ბავშვებს. მადლობა. ეხლა უნდა შევეხოთ ჰერმეტიზაციას. ჰერმეტიზაცია არის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება, რაც შეიძლება მშობელმა მის შვილს გაუკეთოს პირველი მუდმივი კბილის ამოჭრისთანავე, ხო? ნინი. დიახ, როდესაც ვსაუბრობ პროფილაქტიკურ ღონისძიებაზე, აუცილებლად იგულისხმება ამ ყველაფერში ფისურების ჰერმეტიზაცია და რას ითვალისწინებს, რას მოიცავს ეს ყველაფერი. ცოტა უცნაური სახელი აქვს, ბევრი პაციენტი ვერ აკავშირებს მნიშვნელობას და მაგასაც როდესაც ამოიჭრება პირველი მუდმივი კბილი, ანუ მე-6 კბილი, ეს ხდება 5-6 წლის ასაკში. მშობლებს უმეტესად გონიათ, რომ ის არის სარძევე კბილი და ზოგჯერ ვერ ხდება ხოლმე მისი სრულფასოვნად გასუფთავება და არ აქცევენ ყურადღებას. ამიტომ უდიდესი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ გეგმიური ვიზიტის დროს მოხდეს მუდმივ მე-6 კბილის ჰერმეტიზაცია და რას ითვალისწინებს ეს. მუდმივ მე-6 კბილს ბუნებრივად ფიზიოლოგიურად აქვს საოკლუზიო ზედაპირზე ფისურები და ღარები, სადაც ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება საკობის შეყოვნება და შემდგომში ეს საკობი წარმოიქმნება ბაქტერიულ ნადებად და იწვევს კარიესის განვითარებას. ჩვენ აუცილებლად ვთავაზობთ ხოლმე მშობლებს ვიზიტზე, რომ მოვახდინოთ ჰერმეტიზაცია. ჰერმეტიზაციის დროს პროცედურა არის ძალიან მარტივი, უმტკივნეულო, არ საჭიროებს ანესთეზიას, ხდება კბილის ზედაპირის, საოკლუზიო ზედაპირის გაწმენდა, გასუფთავება და შემდგომში თავსდება სპეციალური თხევადი სილანტი, რომელიც ავსებს იმ ფისურებისა და ღარების ზედაპირს, სადაც შეიძლებოდა ნადები შეყოვნებულიყო და გამოიწვია კარიესული პროცესი. ამიტომ, როდესაც ვატარებთ ესეთ პროცედურებს, უკვე ჩვენ ვიცავთ ბავშვის მუდმივ კბილის შემდგომში კარიესის განვითარებისგან.
ამიტომ აუცილებელია რომ ამ უჭრისთანავე მოხდეს მისი ჩაბეჭდა, ჰერმეტიზაცია, რომ დავიცვათ მომავალში ბავშვები მსგავსი პრობლემებისგან. ანუ ჰერმეტიზაცია ჩატარებული კვილი დაცულია კარიესისგან. რა თქმა უნდა, დაცულია კარიესისგან, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ჰერმეტიზაცია ვერ დაიცავს კბილს, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ჰიგიენა. ჩვენ შეიძლება დავიცვათ ბავშვის კბილის ზედაპირი საოკლუზიო ზედაპირიდან, მაგრამ მას თუ არ აქვს სრულფასოვანი ჰიგიენა ყელის ზედაპირზე, ყელის დონიდან განვითარდეს კარიესული პროცესი და აქედან დაიწყოს უკვე პრობლემა. ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ჰერმეტიზაციით კარიესის პრევენცია ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ჰიგიენა. რა თქმა უნდა. ჰერმეტიზაცია არის სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო, არ საჭიროებს ანესთეზიას და დროის ხანგრძლივობის მხრივ ჭირდება ზუსტად 5 წუთი. პაციენტებს როგორც წესი მოწონთ ხოლმე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ბავშვთა სტომატოლოგიაზე ამით დასრულდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენი კლინიკის ექიმ პედიატრებს, ბავშვთა სტომატოლოგებს ნინის და დეას. თქვენი ჩართულობა დღევანდელ პოდკასტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც მშობლებს აინტერესებთ. თქვენ ხართ Dental House-ის ერთ-ერთი საყრდენი გუნდი, რადგან მნიშვნელოვანია ზრუნვა დავიწყოთ ბავშვობიდან დასრულობამდე, რომ მივიდეთ ჯანმრთელი კბილებით. მე კი შეგახსენებთ, თუ გაინტერესებს სტომატოლოგია და სტომატოლოგიასთან ხშირად დასმული შეკითხვები, გამოიწერეთ ჩვენი Dental House-ის YouTube არხი. საინტერესო კითხვებისთვის მოგმართეთ და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ შემდეგ ეპიზოდს. მე მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.